მანქანის ტექნიკური დათვალიერების ახლა დამოქმედებულ რეგულაციებში ცვლილებები შედის. ხვალ და მძღოლების სავალდებულო შემოწმება შეცვლილი პირობებით გაივლიან. კერძოდ, საქარამინაზე აღმოჩენილი ან სხვა ტიპის მცირე ზომის დაზიანებები დარღვევად აღარ ჩაითვლება. თუმცა მკაცრდება მონიტორინგი მავნე გამონაბოლქვზე. ტექნიკური ინსპექტორების ცენტრებში დანერგილმა მეთოდმა მომავალში მძღოლების მხრიდან მანიპულაციების რისკი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. სიახლეა ტაქსების მძღოლებისთვისაც, რომლებიც სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების გავლას წელიწადში ორჯერ მოუწევთ. კენჭი მოხვედრია 2 წელი. არც აქონდა, ალბათ ეხლა სადღაც ეხლა აიწყიდა. არც მხედველობას უშლის და არც არაფერს. ამ ავტომობილმა ტექნიკური ინსპექტირება საქარემინაზე არსებული მცირე ზომის დაზიანების გამო ვერ გაიარა. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ამბობს, რომ ხარვეზი უმნიშვნელოა და მოძრაობისას საფრთხეს არ ქმნის. როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში აცხადებენ, მსგავსი დაზიანებების გამო ბევრი ავტომობილი დახარვესდა. მათ მფლობელებს კი საქარემინის შეცვლა მოუწიათ. თუმცა მათ ვისაც ტექდათვალიერება ჯერ არ გაუვლია გაუმართლა. ხვალიდან ინსპექტირების პირობები იცვლება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად საქარემინის არეალში 5 მმ-მდე დიამეტრის 3 წერტილოვანი დაზიანება დარღვევად აღარ ჩაითვლება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ რეგლამენტში შესული სიახლე სხვა პირობებსაც შეეხო. ჩვენ აღარ შეგვეხება და აღარ შევამოწმებთ მანქანის შეფერილობას. მანქანას შეიძლება კარები ქონდეს სხვა ფერი, სარეგისტრაციო მოწმობაში ეწეროს შეიძლება მაგალითად ყვითელი, კარები ეყენოს შავი ფერის. დასაშვები არის ფითხის არსებობა, ესე რომ ვთქვათ, შპაკლი. შეფერილობის გარდა ინსპექტირების ცენტრები მანქანას არც მინების შუქგამტარობაზე შეამოწმებენ. ამ კუთხით კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში გადადის. ცვლილებები შეეხება ინსპექტირების ღირებულებასაც, თუმცა მხოლოდ ელექტრომობილების შემთხვევაში. მათი მფლობელებისთვის სტანდარტული გადასახადი 20%-ით 60 ლარიდან 48 ლარამდე შემცირდება. თუმცა ცვლილება მხოლოდ რეგულაციების ნაწილის შერბილებას ითვალისწინებს. ზოგ შემთხვევაში კი პირობები მკაცრდება. მაგალითად, ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირებისას მხოლოდ დახარვეზებული დეტალი აღარ შემოწმდება და ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას ხელახლა სრულად გაივლის. ადრე თუ მიდიოდნენ ინსპექტირებაზე, განმეორებით ინსპექტირებაზე მხოლოდ ხარვეზის აღმოსაფხრელად, ეს ხარვეზის აღმოფხრა უკვე გარდა ამ ხარვეზის აღმოფხრისა კიდევ ვალდებულება უჩნდებათ, რომ შემოწმდნენ ვიზუალურად, ეს არის საქარემინა, ფარები, ძარის შემადგენელი ნაწილები და ასე შემდეგ. კიდევ ერთი სიახლე გამონაბოლქვს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან 1 წელზე მეტი გავიდა, ეს პრობლემა დღესაც მოუგვარებელია. მძღოლები როგორც წესი ხშირად მიმართავდნენ სხვადასხვა მანიპულაციებს იმისთვის, რომ საწვავის სისტემაში გარკვეული მინარევების შედეგად დაეყვანათ გარკვეული ჭარბკვამლიანობა რაღაც სრულ დონემდე. თუმცა ასეთი ტიპის ავტომობილი, როდესაც გადიოდა ინსპექტირების ცენტრიდან, გზაზე ვხედავდით, რომ ესეთი ტიპის ავტომობილები კვლავ ბოლავდნენ. ინსპექტირების პროცესში არსებულ ხარვეზებს ეკონომიკის სამინისტროშიც აღიარებენ. მათი თქმით, უკვე ხვალიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერების CO შემცველობის შემოწმების გარდა ყურადღება მიექცევა გამონაბოლქვის ვიზუალურ მხარესაც. მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას CO შემცველობა ნორმის ფარგლებში აღმოაჩნდება, მაგრამ ტექნიკურად არასწორი წვის შედეგად დაფიქსირდება მოჭარბებული კვამლი, ავტომობილი დახარვეზდება. რეგულაციები განსაკუთრებით მკაცრდება ტაქსის მძღოლებისთვის. ავტომობილები, რომელთა ასაკი 1 წელზე მეტია, წელიწადში ორჯერ შემოწმდება. გადაწყდა იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გადაყავთ მგზავრები, ემსახურებიან მგზავრებს და მათი წვეთა უფრო მეტია და გადიან უფრო მეტ მანძილს. პარკი გაუმჯობესდება, მანქანები გაახდება და ძველი მანქანები გამოიხშირება. ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში 124,000-მდე ავტომობილი შემოწმდა, მათგან ტექნიკური ინსპექტირება 75,000-ზე მეტმა ვერ გაიარა.